ჩვენ ფაქტიურად გადავეჩვიეთ საკუთარი თავის მოსმენას. საკუთარი თავის მოსმენას, საკუთარი სხეულის მოსმენას. არადა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩვენ საკუთარი ორგანიზმი ყველაზე კარგად გვეუბნება და სიგნალებსაც გვიგზავნის, მაგრამ ვინ უსმენს, ვინ აქცევს ამ სიგნალებს ყურადღებას, ხო? აი თუნდაც სტაგნაცია რო ახსენე, ესეც სიგნალია. და სტაგნაცია არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის რაღაც დიაგნოზი. ეს არანაირი დიაგნოზი არ არის, უბრალოდ ეს არის ორგანიზმის ამ ჩვენი ფსიქიკის სიგნალი იმაზე, რომ ცოტა ხანი გაჩერდი. სანამ დაუშვათ გაგაჩერებ მე უფრო რთული პრობლემით. არის მოსვენება, დასვენება და არის მაგალითად სტაგნაცია, როცა მე მაგ შინაგანი სიცარიელის განცდა განცდა იმისა, რომ წინ ვეღარ მივდივარ და რაღაცა თითქოს გავიჭედე, ხო? ვეღარ წინ მივდივარ, უკან წასვლა არ მინდა, ცხადია და ვარ ასეთ გაურკვევლობაში. ეხლა რა განსხვავება ამ ორ ფენომენს შორის? გარეგნულად შეიძლება ორივე გავდეს ერთმანეთს იმით, რომ ადამიანი გაჩერებული. ხო, და არაფერს არ აკეთებს. მაგრამ აქ მთავარია შინაგანად როგორ გრძნობ ჩვენ თავს. თუ მე იმის გამო რომ ეხლა არაფერს არ ვაკეთებ, ვარ მშვიდად, ვარ ესე რომ ვთქვათ, მაქვს გარკვეული კმაყოფილების განცდა, არ მაწუხებს ინდისის ქენჯნა, არ მაწუხებს შფოთვა და არ ვადანაშაულებ საკუთარ თავს, ვაიმე, ამას რას ვაკეთებ და პირიქით ვგრძნობ, რომ აი ამ პაუზით მე ძალა მემატება, ენერგია მემატება და მშვიდად ვარ. ეს არის დასვენება.